მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით თავაძე. მადლობა მამაო მოგზანებისათვის. მადლობა თქვენ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება ბავშვთა ქრისტიანული აღზრდა. ეს ძალიან აქტუალური თემა არის, ძალიან საინტერესო. ბევრი პრობლემები ამასთან დაკავშირებით, აი მე როგორც მშობელი და მოძღვარი და თქვენს როგორც მშობელი და მოძღვარი ამ საკითხებში უნებრივია გიწევთ ამ საკითხებზე განცდა, ნერვიულობა, ფიქრი ამ საკითხებზე. თან ძალიან აქტუალურია ერთის მხრივ ფსიქოლოგიაში სხვადასხვა მიმართულებები, ფსიქოლოგებიც თავის შეხედულებები აქვთ. პედაგოგიკაში ძალიან ბევრი იწერებოდა და იწერება ამის შესახებ. სამოძრო ღვთისმეტყველების სფეროსაც ეხება ეს საკითხი. მეორე მხრივ პრობლემა არის დღეს თავისუფლების გაგება, მისი ჭეშმარიტი გაგება, რას ნიშნავს თავისუფლება, როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, მისი პიროვნება როგორ უნდა გამოვლინდეს, რა არის თავისუფლება, მისთვის რა უნდა იყოს თავისუფლება და რა არის ჭეშმარიტად თავისუფლება. მე ასე დავსვამ კითხვას. რა პრობლემებს ვაწყდებით და რა არის ჭეშმარიტად თავისუფლება? წმინდა წერილთან რამდენად ეთანადება ეს და წმინდა წერილის მიხედვით ეკლესია როგორ ასწავლის? დიდი მადლობა მამაო მოწვევისთვის და ამ საინტერესო საუბარში მონაწილეობის მიღებისათვის, იმიტომ რომ მართლაც ძალიან საინტერესო თემაა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი შვილები ახსენეთ და მეც ვაწყდები რა თქმა უნდა ჩემ შვილებთან მიმართებაში აღზრდაში პრობლემებს. ისიც კი მახსენდება მკურნალო განეკურნე შენი თავიო და მე მაქვს პრობლემები და ახლა ისე გამოდის რომ მსხვერპლს ვასწავლი ჭკუას. ანუ მადლობა ღმერთს იმისათვის რომ მიწევს ურთიერთობა ბავშვებთან. სამრევლო სკოლა იქნება ეს თუ ისეთ ჩვეულებრივი საჯარო სკოლა. და ამიტომაც აქედან გამომდინარე რაღაც ცოტა გამოსtildeება ასეთვისე დამიგროვდა. და მინდა რომ აი რაც წამიკითხავს რაც თვითონ განმიცდია იმასთან დაკავშირებით გესაუბროთ. როცა ბავშვების ქრისტიანულ აღზრდაზე საუბრობთ, როგორც თქვენ მართებულად ბრძანეთ, რა თქმა უნდა წმინდა წერილს ვერ ავწდებით. და გვახსენდება პირველ რიგში მაცხოვრის სიტყვები, რომ მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ ავკოლებთ მათ, რადგან ასეთებისა ღმერთის სასუფეველი ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ვინც ისე არ მიიღებს ღმერთის სასუფეველს როგორც ბავშვი, ვერ შევა მასში. კიდევ მათ სახარებაში გვაქვს ასეთი ადგილი, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, თუ არ მოიქცევით და არ გახდებით ბავშვები, ვით ვერ შეხვალთ სასუფეველში, ამრიგად ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სასუფეველში და ვინც მიიღებს ერთს ასეთ ბავშვს ჩემი სახელით მე მიმიღებს და მეთახები ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია. ასევე წმინდა წერილი გვეუბნება რომ ღვთის შვილი ბავშვურად მორჩილია და მინდობელი ღმერთზე უსუსურია, არ შეუძლია თითქოს საკუთარი თავის დაცვა. ვაიმას ვინც აცდუნებს მცირედ. და მამებო, ნუ განარისხებთ თქვენს შვილებს, რათა არ დაეცნენ სულით კოლოსეთოვანთა ეპისტოლიდან და ეფესეთოვანთა ეპისტოლიაში პავლე მოციქული ამბობს, მამებო, ნუ გააბრძანებთ თქვენ შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის დარიგებითა და სწავლებით, მიუბაძოთ ბავშვებს, მაგრამ არა სიბრიყვით ან ბავშვური ქცევით. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ საუბრობთ თავისუფლებაზე, პირველ ყოვლისა, ჩვენ შევეცდებით დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა და არსი დღევანდელი საუბრისა იყოს ის, თუ როგორ შევძლოთ ის, რომ აღზარდოთ თავისუფალი პიროვნება. ჩვენთვის აი რაც ამოვიკითხეთ დღეს თქვათ სახარებიდან და წმინდა წერილიდან აქედან გამომდინარე ნათლად გამოიკვეთა ის აზრი, რომ ჩვენთვის სინამდვილეში ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ამ ქვეყნად ყოფილა არა მხოლოდ ის, რომ სწორად აღზარდოთ ბავშვები და ვიზრუნოთ მასზე, არამედ საკუთარი თავი აღზარდოთ ისე, რომ დავემსგავსოთ შვილებს. იმიტომ რომ თურმე ბაღათნაირების ყოფილა სასუფეველი. გასაგებია, რომ დღეს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ბავშვის სწორად აღზრდა. ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ბავშვები შეიცვალნენ, რომ დრო არის ისეთი, რომ დღეს შეუძლებელი ყოფილა თითქოს რომ მშობელმა სწორად აღზარდოს თავისი შვილი. თურმე მობილური ტელეფონები ყოფილა მხოლოდ იმაში დამნაშავე, რომ ბავშვებს სწორად ვერ ვზრდით და რომ დავსვათ კითხვა, რომ აი როგორ იზრდებიან ჩვენი შვილები. პასუხი არის ძალსახა, ბავშვი იზრდება ისე და ისეთი, როგორადაც მშობელი ზრდის მას. და ფუჭია იმის მტკიცება, რომ საკუთარ თავში კი არ ვეძებოთ მიზეზი, არამედ სხვაგან.
ალბათ ახალი არ იქნება თუ ვიტყვით რომ მშობლები ძალიან ბევრ შეცდომას უშვებთ ბავშვის აღზრდაში, შემდეგ ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები ბუმერანგებით გვიბრუნდება უკან. ამაზე შეიძლება რა თქმა უნდა ბევრი ვისაუბროთ და მაგრამ დღეს შევეცდებით რომ ძირითად საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება. მოგეთ დღეს ბევრისთვის ძალიან საინტერესო და ძალიან საკამათო საკითხი არის ის, რაც არახან თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, ბავშვის თავისუფლებაზე და ზოგადად პიროვნების თავისუფლებაზე, დაუწესოთ თუ არა ბავშვს თავიდანვე აკრძალვები, ანუ მან უნდა იცოდეს თუ არა სიტყვა არას მნიშვნელობა. გასაგებია რომ ფსიქოლოგების ნაწილი თან ხდება იმაში, რომ როდესაც ბავშვებმა არ იციან სიტყვა არა, ისინი ამ დროს აქტიურად შეიმეცნებენ სამყაროს, ამჟღავნებენ დიდ ცნობის მეყარეობას, რაც რა თქმა უნდა მათ განვითარებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ბავშვებმა რომელმაც არ იციან სიტყვა არა, ისინი დარწმუნებული არიან თითქოს თავიანთ ძალებში. ისინი დარწმუნებული არიან იმაში, რომ თუ მოინდომებენ, ყველაფერს მიაღწევენ. ყოველ შემთხვევაში, თუ ვერ მიაღწიეს მიზანს, ეცდებიან მაინც და რაღაცნაირად გამონახავენ გზას მიზნის მისაღწევად. მაშინ, როდესაც თქვათ ის ბავშვები, რომლებმაც იციან სიტყვა არა, ამ მიმართულებით უფრო თითქოს არიან დაბრკოლებულები და თითქოს ვერ ბედავენ გადაწყვეტილების მიღებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რაღაც გზების ძიებას. და მესამე, ბავშვები, რომლებმაც არ იციან სიტყვა არა, თითქოს ისინი უფრო გახსნილები არიან ექსპერიმენტებისათვის. უფრო ადვილად იღებენ ამ სიახლეებს და გარდა ამისა, უფრო განვითარებული არიან შემოქმედებით და დატვირთულები არიან და განვითარებულები არიან. და მიუხედავად ამისა, სპეციალისტები კი ამბობენ ამას, მაგრამ იგივე სპეციალისტები შენიშნავენ, რომ ყოველივე ამას აქვს რა თქმა უნდა თავისი ხარვეზები. ანუ რა არის ახლა ძირითადი ხარვეზი? რა თქმა უნდა, რა არის ძირითადი ხარვეზი? პირველი ხარვეზი ისაა, რომ ის ბავშვები, რომელმაც არ იციან რა არის აკრძალვა და სიტყვა არა, როგორც წესი, ამ თვალების, ამ ბავშვების, ასე ვთქვათ, თვალში, მშობლები მალე კარგავენ ავტორიტეტს. ამის შემდეგ, აი მაგალითად, ესეთი ბავშვი ფიქრობს, რომ მთელი სამყარო მის გარშემო მოტრიალებს, თითქოს ყავს ეგოისტურად იზრდება, ყველა ვალდებულია, რომ მისი ინტერესები დააკმაყოფილოს, ყველა ვალდებულია, რომ მისი სურვილები შეასრულოს. და როდესაც ასეთი ბავშვები ხდებიან სიტუაციაში, სადაც არის მკვეთრი შეზღუდვები, ისინი კომპლექსდებიან და ძალიან მძიმე ემოციური რეაქცია აქვთ ამასთან მიმართებაში. და ამიტომაც უნდა ჩავთვალოთ, რომ რაღაცნაირად უფრო შუალედი უნდა ვიპოვოთ, შეიძლება ითქვას. რადგან ჩანს ყოველივე აქედან, რომ ბავშვს აუცილებლად ჭირდება იცოდეს სიტყვა არა, ჭირდება რა თქმა უნდა აკრძალვა, აკრძალვა როგორც დისციპლინა და ოღონდ რა თქმა უნდა არა ყოველი ფეხის ნაბიჯზე, არა ხშირად, არამედ მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. აი მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე. ესე იგი, შეიძლება ჩავერთო. რა თქმა უნდა, ესეთი აზრი დამიბადა მაგასთან დაკავშირებით, რომ ეს ჩემი აზრით და მეორე მსხრივ კიდევ აი ბავშვები და ადამიანის შეჩეული არ არის აი რაღაცაზე უარის მიღებას, ხო და ყველაფერზე ისთვის რომ ყველაფერი შეიძლება. კი, რაღაც ერთი ეს მხარე რაც და ასაც ასახელებენ რომ გახსნილია და არ ერიდება და უფრო კარგად აღწევს რაღაც მიზნებს ეს ერთია, მაგრამ მეორე მხარეც, როცა ბავშვობაში მას თუ არასდროს მისთვის უარი არ უთქვიეთ, ცხოვრებაში ხო შეეჯახება წინააღმდეგობას. და მე უდიდეს სტრესში ვარდება. ეს არის მისთვის რაღაცა ისეთი რომ და ბავშვობაში და მეორეს რომ აი ავტორიტეტი რო ახსენეთ, რომ მშობელი როცა აღარ არის ავტორიტეტი. ეს ავტორიტეტს ხელოვნურად ვერ შექმნი. მაგრამ რაღაცა ცხოველურ დონეზე, რაც ადამიანი ახლა როგორც ივანა კრობერი ამბობს, ფიზიოლოგიურად აი ცხოველი ვართ, ხო, ნაწილობრივ. ცოცხალი სული გვაქვს, მაგრამ ჩვენში მძლავრობს ეს ემოციები და ემოციურ დონეზე ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ავტორიტეტი რო ეთქოს, იმიტომ რომ როცა ავტორიტეტი არ ეუბნება, შეიძლება იგივე უთხრას და არაფერი არ გაითვალისწინოს. დიდ ადამიანმაც არ მარტო ბავშვმა, როცა ავტორიტეტი ეუბნება, მისთვის ეს უპირობოდ გასათვალისწინებელია ხოლმე. ეს ძალიან მოქმედებს ადამიანს, ან ავტორიტეტის ცნება. ეს დღეს დარღვეული არის ძალიან ბევრ ხშირად ოჯახებში, აი ეს ავტორიტეტი ირღვევა მოშლილია კი, იმიტომ რომ იქ იერარქიაც მოშლილია, ისიც ანუ ბევრი მიზეზები აქვს იმას ახლა ნამდვილად ასეა, ნამდვილად გეთანხმებით. ამასთან ერთად აკრძალვა უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ვრცელდებოდეს არა მხოლოდ ბავშვზე, თუ რამე არ შეიძლება, არამედ ოჯახის ყველა წევრზე.
აი მხოლოდ მაშინ ეწოდინება ბავშვს, რომ საზღვრები არ უნდა გადალახოს. თუ ეს ყველა ოჯახის წევრზე ვრცელდება. აი მაგალითად თავად არ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორ ქცევასაც ბავშვს უგზავნავთ. ხო? აი არ შეიძლება რადგან აი ჩვენ ვამბობთ რომ ბავშვები არ გვიჯერებენ, მაგრამ ბავშვები საუკეთესოდ გვბაძავენ. ესე იგი, თუ ერთი მშობელი ურძალავს მაგალითად ბავშვს რამეს და მეორე არა, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში აკრძალვა არ მოხმედებს. ამ მაგალითად თუ ცუდ ხასიათზე ვიყავით და იმის გამო აუგზავნეთ, მაგალითად გუშინ არ უგზავნავდით და დღეს ცუდ ხასიათზე ვართ და აუგზავნეთ, ეს აკრძალვა არ მოხმედებს. ანუ მაგალითად უნდა გვახსოვდეს რომ აკრძალვა უნდა იყოს არ უნდა იყოს ზემოდაც მკაცრი, არ უნდა იყოს მუდმივი, რომ ამით არ შეფერხდეს, ასე ვთქვათ, შემოგვედებით განვითარება და აქტივობა ბავშვების. ხო, არ დაისწროს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, თუმცა აი, როგორც აღნიშნეთ, თლად აკრძალვების გარეშე წარმოადგენენ, რა თქმა უნდა, ბავშვის აღზრდა. მაინც რატომ რეაგირებენ ბავშვები ასე მწვავედ აკრძალვებზე? გასაგებია, რომ საუბრობთ, რომ აუცილებელია, მაგრამ არის კატეგორია ბავშვების, რომლებსაც მწვავე რეაქცია აქვთ ამ აკრძალვებზე. აი ჩვენ ვიცით ახლა ისეთი ბავშვი არ არსებობს, რომელსაც მაგალითად ხელი არ დაეწვას, ხო? ასე თითქოს ყველა ბავშვს ოდესღაც ხელი აქვს დამწვარი. ამ ცეცხლის მაგალითზე მაინც ხომ უნდა ხვდებოდეს მაგალითად ბავშვი, რომ აი მშობელი თუ მას რამეს უგზავნავს, ისე მის საკეთილ დღეოთ. მაგრამ არა, ბავშვები მწვავედ განესთიან ამ ნებისმიერ აკრძალვას. იმიტომ რომ გონიათ, ანუ ხას უსვამ, გონიათ, ანუ ფიქრობენ, რომ ამით ისინი კარგავენ თავისუფლებას. ახლა მე მინდა რომ მივიდე ჩვენს დღევანდელ თემას და უკავშირო ეს ყველაფერი. ჩვენ დღეს თავისუფლებაზე ვსაუბრობთ. ანუ ისინი ფიქრობენ, რომ კარგავენ თავისუფლებას და ამიტომაც მწვავედ განესთიან ამ ყველაფერს. ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება არის უფლისგან მოცემული ყველაზე დიდი რამ, რაც მას ადამიანს მიეცა. რომ ადამიანი რო ღვთის ხატია, ეს გამოვლენილია თავისუფლებაში პირველ რიგში და ჩვენ უნდა ვიცოდეთ მშობლებმა ის, რომ ბავშვი გაჩენის წამიდან არის თავისუფალი ადამიანი და მშობელმა იგი ისე უნდა გაზარდოს, რომ თავისუფლება არ წაართვას. ანუ კი არ წაართვას, არამედ თავისუფალ პიროვნებად აქციოს. ამიტომ მშობელი, რომელიც მუდმივად აკრძალვებს, უწესებს ბავშვს, მას რა თქმა უნდა ამ თავისუფლებას ართმევს. მაგრამ მშობელი, რომელიც ასე ვთქვათ, აკრძალვების გარეშე ცდილობს გაზარდოს ბავშვი და ფიქრობს, რომ ამით მის თავისუფლებას უფრთხილდება, ხშირ შემთხვევაში პირიქით აგარგვინებს ამ თავისუფლებას. ჩვენ ქრისტიანული ანთროპოლოგიის შუბლზე ნათელი ხდება ჩვენთვის, რომ პიროვნული საწყისი ბავშვი არის ღვთის ხატება. რა თქმა უნდა, ამაზე არ ვკამათობთ. ამიტომ იგი ცდილობს განავითაროს მასში სულიერი ძალები, გონება, თავისუფლება პირველ რიგში, შემოქმედებითობა. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ბავშვი როცა იბადება, ცოდვისკენ მიდრეკილი იბადება და ის ძალიან გავს, როგორც ამბობენ ამ საკითხზე სპეციალისტები, 60-დან გამოდევნილ ადამიანს ემსგავსება ძალიან ახალდაბადებული ბავშვი, მაგრამ ცოდვითებით მიდრეკილი, გაურებული, სულიერი მდგომარეობით, სულიერი ცხოვრებით და ამიტომაც ჩვენ როგორც მშობლების, ისევე მასწავლებლების და მოძღვრების, აღმოსდელების ვარია, დავეხმაროთ მათ, რომ ეს შემოქმედებითი ძალები კი არ დავთრგუნოთ მათში, რომ არ განვითარდეს ამდენი აკრძალვებით. არამედ განვავითაროთ და მივცეთ მათ თავისუფლება, მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოს ის, რომ ეს სიკეთესთან იყოს წინაყარი ეს თავისუფლება. აი აქ შემოდის უკვე პირველი პრობლემა, იმიტომ რომ აი დოსტოევსკის ცნობილი ადამიანი იატაკ ქვეშეთიდან გვაჩვენებს ჩვენ რომ ადამიანს ხშირად თავისუფლება გაგებული აქვს როგორც თავისი ბრიყვულინებით ცხოვრება. ამიტომაც ამ შემთხვევაში ის რომ არ მოხდეს რომ ბავშვთან მიმართებაში საქმე გქონდეს ყალბ თავისუფლებასთან, რაც შეიძლება გახდეს მე ბავშვის პიროვნების დამანგრეველი, ამიტომ უნდა გავაცნობიეროთ ის რომ ქრისტიანული გაგები თავისუფლება არის ცხოვრება ქრისტეში, როდესაც გვეძლება ღვთის შვილებად ყოფნის შესაძლებლობა და მხოლოდ ეკლესიაში მყოფობით არის ეს შესაძლებელი და ამ შემთხვევაში შეიძლება რომ პიროვნება არ მოექცეს მიწიერის და ნივთიერის ტყვეობაში, მიწიერი აზრების, ნივთიერი მიდრეკილების ტყვეობაში. და სწორედ დაკარგოს და მონა გახდეს საკუთარი სურვილების. კი ბატონო, სწორედ თავისუფლება არის ხშირად მოზარდის უგუნური მოქმედების მიზეზი, რადგან სურს რომ ბავშვს რომ დაუსრულებლად შესვას ეს თავისუფლების ფიალა
მაგრამ ამასთან ერთად მას უნდა შემოქმედებითი ცხოვრება, უნდა შემოქმედებითი განვითარება, მაგრამ ვიმეორებთ, რომ აქ აუცილებელი ის არის, რომ ბავშვს ნამდვილი თავისუფლება არ აერიოს ყალბ თავისუფლებაში და რა თქმა უნდა საჭიროა დავიცვათ ოქროს შუალედი. აი გზასამეუფო როგორც ამბობენ წმინდა მამები. და ოქროს შუალედს მაშინ დავიცავთ თუ აი ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით სწორად და ნამდვილად გვეყარება ჩვენი შვილები. ახლა მშობლები შეიძლება რომლებიც გვისმენენ ზოგმა იფიქროს რომ როგორმე ჩემი შვილი არ მეყვარს. გასაგებია რომ გვიყვარს, მაგრამ სიყვარული მრავალგვარი არსებობს, ხო? ჩვენ იმასაც კი ვამბობთ, რომ ღმერთი გვიყვარს. ნებისმიერ ჩვენთან იტყვის ამას, მოაწერს ხელს ამაზე, მაგრამ რამდენად საქმით რამდენად ვამტკიცებთ, ხო? ამ სიყვარულს. ეს არის საკითხავი. ანუ კი გვიყვარს ჩვენი შვილები, მაგრამ სწორად გვიყვარს თუ არა? ხო, ხანდახან სიყვარული თუ რომ გვიყვარს ვეხმარებით, სწორად ვეხმარებით თუ არა? ანუ უფალი გვეუბნება რომ ვისაც შვილი ჩემზე მეტად უყვარს, ჩემი ღირსი არ არის. ეს გასაგებია რომ ადვილი გასაგები არ არის მომენტი, მაგრამ დავუშვათ ეს გასაგებია, დავუშვათ, მაგრამ აი შვილი რომ სწორად აღზარდო, საკუთარ თავზე, საკუთარი თავებით მაინც ხომ უნდა გიყვარდეს. ანუ რა გაგებით ვამოწიცით? თუნდაც იმიტომ რომ მარტივად შეძლო პატიება. ჩვენ ხო მხოლოდ საკუთარ თავს პატიობთ ხოლმე მარტივად, ხო რაღაცებს. აი როცა მაგალითად მშობელთა კრებაზე დაგიბარებენ მშობელს და მასწავლებელი არც მეტი არც ნაკლები ზრდილობიერად გამოგლანძღავს იმისთვის რომ შენმა შვილმა ვთქვათ ვერ დაძლია ესა თუ ის საგანი. ცუდად სწავლობს და ამ დროს მოდიხარ სახლში და შეიძლება ამის გამო ბავშვს უყვირო, გაუბრაზდე, გალახო, სცემო. გასაგებია ამ დროს რომ გაწუხებს შვილის სწავლა, გაწუხებს შვილის მომავალი, მაგრამ შემთხვევით ისეც ხომ არ არის რომ აი მაგალითად შენ პიროვნულად ხარ შეურაცხყოფილი. ანუ მასწავლებლის მოქმედებამ შეურაცხყოფ პიროვნულად, შენმა ამ პარტნიორებმა ვერ დაიდია ეს ყველაფერი ვერაპატია მასწავლებელს, ვერაპატია ბავშვს და ნახე დაბალიღობე და შენი ბრისხანება დაატყდა მთლიანად შენს შვილს. აი ხომ არ ჯობდა რომ ამ დროს შვილისთვის უბრალოდ ნუგეში გეცა. და გესწავლებინა ბავშვებიდან რომ არსებობს სამკუთხედი, ხო? შენი მშობლები, შენ და ღმერთი. რომ ნუგეშინია შვილო, ჩვენ ერთობით სიყვარულით ყველაფერს მოვგვარებთ. საერთოდ უნდა ვიცოდეთ რომ მსგავსი საქციელი, რა თქმა უნდა, ადამიანის ბავშვის სულს, როგორც ბეჭედი, ისე დაესმება და არასდროს არ დაავიწყდება. ესე იგი, შორის მომხოდში რო გაწყვეტინებს, მაგრამ აი საკუთარი თავის რო შეადარეთ ეს ბავშვის სიყვარული. ერთ-ერთ არ მახსოვს, ერთი წერს სიყვარულის შესახებ წერს და აი სხვა ადამიანი რო გჭდება კითხვა, იგი ისე როგორ უნდა გიყვარდეს, რომ ვითარცა თავის შერი და ჩვენ ხო ჩვენი თავი ისე გვიყვარს, რომ მიუხედავად არ მოგწონს ჩვენი შეცდომები თუ ახლა ხედავ შენ თავს, მაგრამ მაინც პატიობ და გიყვარს ის. ნუ რა თქმა უნდა, სწორი მდგომარეობა როცა გინდა რომ გამოასწორო რა. აი შედარება იყო, რომ ერთი ადამიანი ეგრე გიყვარსო, რომელიც არ მოგწონს, მაგრამ სხვა შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ აი ისიც შეიყვარება. აი ჩვენ გვჭირდება შვილთან მიმართებაში რაღაცა ისეთი რაღაც ისეთი განძი, აი ისეთი მადლი დავაგროვოთ, რომელსაც ქვაზე დავდებს და რომ გავილი წინ დახვდება. ანუ ჩვენ შვილს მომექნება პრეცედენტი, რომ მას ძალიან უჭირდა. აი როცა მშობელთა კრებაზე მასწავლებელი გაბრაზებული იყო და ბავშვზე ამბობდა ასეთ უძრამეს. აი რას განიცდიდა მაშინ ჩვენი შვილი? ხომ შეიძლება და დავინტერესდებულიყავით იმით, რომ პირდაპირ ჭკუზე არ გადავსულიყავით, ხო? ხომ ისიც ძალიან განიცდის ამ დროს ამას. და როდესაც ამ დროს ნუგეშს აძლევ და ეუბნები რომ არსებობს ნუგეში, არსებობს ყველა სიტუაციიდან გამოსავალი და ამის გამოსავალი არის ჩვენი სიყვარული, მე, შენი და ღმერთის. აი ამ დროს ასეთ ბავშვს, რა თქმა უნდა, არასდროს ასეთი მშობლების starfობა არასოდეს არ გაცივდება, არ გაუცივდება. ანუ ხშირად მშობლები უშვებთ ჩვენ შეცდომას იმაში, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბავშვი არის ჩვენი საკუთრება. ჩვენი პირადი საკუთრება და გვაუწყდება მაგალითად რომ ბავშვის თვითშეფასება, მისი ქმედებით იზომება. აი მაგალითად კარგად ვსწავლობ, კარგი სტუდენტი ვარ, მშობელს ვეხმარები, კარგი გოგო ვარ, კარგი ბიჭი ვარ, როცა ფიქრობს ბავშვი, ბავშვმა თავი კარგად უნდა იგრძნოს საწყის ეტაპზე, ბავშვობაში. ანუ თუ ასე არ არის, ბავშვი ფიქრობს, რომ მე კარგი მოსწავლე თუ არ ვარ, დედა ჩემი გაბრაზებულია ჩემზე, მამა ჩემი გაბრაზებულია ჩემზე, მაშინ ის ძალიან ცუდად გრძნობს თავს და მისი თვითშეფასება ეცემა. ანუ განათლება არ უნდა იქცეს ბავშვის მიმართ ძალადობად
ჩვენ ვიცით რომ მეცნიერები უკვე კარგი ხანია ამაზე შეთანხმდნენ რომ ბავშვს აქვს განვითარების და ზრდის საკუთარი ტემპი და ჩვენ არ უნდა ჩავედიოთ ამ პროცესში მით უმეტეს უხეშად. ბავშვს არ შეუძლია საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენი ცხოვრება. აი როგორც მაგალითად შედარებულია როგორც ავადმყოფი ძაღლიო ეძებს სამკურნალო მცენარეებს რომ შეჭამს და შემდეგ განიკურნება. აი მოზარდი ეძებს ადგილს სადაც ხარდაჭერას მიიღებს. ნუგეს მიიღებს. რა თქმა უნდა ბავშვის ასე თქვათ მიღება მინიშნავს მის სიყვარულს და ჩვენ დღეს სწორ სიყვარულზეც გვინდა რომ ვისაუბროთ და უნდა გვიყვარდეს ბავშვი, მაგრამ არა იმიტომ რომ ის არის ლამაზი, არა იმიტომ რომ ის არის ჭკვიანი, არა იმიტომ რომ ის გაკვეთილებს სწავლობს კარგად, ხო? არამედ იმიტომ რომ ის უბრალოდ ასეთია. როგორიც არის ისეთია. რადგან აი მაგალითად ბავშვები ხშირად აჩერებენ გონებრივ განვითარებას, სულიერ განვითარებას და ამის მიზეზი არის ჩვენი არასწორი სიყვარული მათდამი. და ის რომ ჩვენ ჭირდება თუ არ ჭირდება ვეხმარებით თითქოს მასთან ვართ საკუთარ თავს ვთავაზობთ. და ის დახმარება შემდეგ არასწორად გვიბრუნდება, არასწორად უბრუნდება თვითონ ბავშვებსაც. აი დახმარება ვახსენეთ და უნდა ვიცოდეთ რომ შვილს თუ უჭირს და მზადაა ჩვენი დახმარება მიიღოს, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ მას, მაგრამ სასურველია დავეხმაროთ იმაში რისი გაკეთებას მას თავად არ შეუძლია და დანარჩენი რა თქმა უნდა მას უნდა მივანდოთ. რომ თავად გააკეთოს, ვასწავლოთ, შესაძლებლობა მივცეთ. და ხვალ შემდეგ ბავშვი აუცილებლად გააკეთებს იმას, რასაც დღეს მშობელთან ერთად აკეთებდა და სწორედ იმიტომ რომ ამ ყველაფერს მშობელთან ერთად იქმოდა. ანუ ზონა მშობელთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ზონა მშობელთან ერთად ბავშვისთვის არის ოქროს რეზერვი. ეს არის მისი მომავლის უდიდესი პოტენცია. და ამასთან ერთად უნდა ვიცოდეთ რომ ბავშვის პიროვნება და შესაძლებლობები მხოლოდ იმ საქმიანობაში ვლინდება რომელსაც ის უყვარს, რა საქმეს უყვარს და რასაც ინტერესით ახორციელებს, ხო? ჩვენ ხშირად განსაზღვროთ ხოლმე ჩვენი შვილის მომავალს. ასე იქნება, ესე უნდა იყოს, ეს უნდა ისწავლოს, ის უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვიფიქრია იმაზე, რომ ჩვენი შვილები რომ ვერ იქცენ იმად, რადაც უნდა ქცეულიყვნენ. იმიტომ ხვდა რომ ისინი ასე ძალიან გვიყვარს წყალებში. ანუ თუ ბავშვს მუდმივად უკითხავთ ნოტაციებს, ვასწავლი ჭკუას, ვეჭხუბები, თითოეულ ნაბის უკონტროლებ. რატო? მიყვარს და იმიტომ. აი, ჩვენ დღეს საუბარი გვექნება იმაზე, როგორც აღნიშნეთ, რომ სწორად როგორ უნდა გვიყვარდეს ბავშვები, რადგან თვითონ სიყვარული არის აღზრდის მეთოდი, სწორი სიყვარული. ეს არის შემოქმედებითი პროცესი. და წერილ საუბრობთ იმის შესახებ, რომ მშობელს შვილი ხანდახან კერძო საკუთრება გონია თავისი. ამიტომ გვინდება რომ მათ მუდმივად წაუყენოთ პრეტენზიები, იფიქრონ ისე როგორც ჩვენ გვინდა. აი როცა მშობელს ვეუბნებით მაგალითად რომ ბავშვი სინამდვილეში შენ კი არ გეწინააღმდეგება, ანუ გვეუბნები რომ პრობლემები აქვს ბავშვებთან. შენ კი არ გეწინააღმდეგება, შენთან კი არ აქვს პრობლემა. ის თავისუფლებისთვის იბრძვის. და მშობელი პასუხობს, განამი არ ვაძლევ მას თავისუფლებას. თავისუფლება პირველ რიგში არის აზროვნება, შემოქმედებითობა ვიცით. კი როგორ არ ვაძლევთ შვილებს თავისუფლებას? ვაიძულებთ იაზრონონ ისე როგორც ჩვენ გვინდა. იყვნენ თავისუფლები ისე როგორც ჩვენ გვინდა. აი ასე თავისუფლებას ვაძლევთ კი. და თუ ისინი მაგალითად დაქორწინდებიან, მიაღწიეს ქორწინების ასაკამდე, ვცდილობთ მათ ცხოვრებაშიც ჩავკოცხვილი იქაც. თითქოს ისე კარგად გავზარდეთ შვილები, რომ ახლა შვილიშვილების აღზრდის ექსკლუზიური უფლება ჩვენ მოვიპოვეთ მხოლოდ ჩვენ ვიცით როგორ უნდა იცხოვრონ მათ, როგორ უნდა ვასწავლოთ ცხოვრება. და გადის დრო და ჩვენს მიერ აღზრდილი შვილი ხდება ნარკომანი, ხდება ლოთი, ან დამოკიდებული რაღაც სხვადასხვა რამეებზე. თუ გაგვიმართლა და ჩვენი შვილი ექიმთან წამოყვა, შევდივართ ექიმთან, ექიმი გვეუბნება მობრძანდით, ექიმო, მე შვილთან ერთად ვარ, ვეუბნებით. და შეყვავს მშობელს დაახლოებით 40 წლის. ბოდიში მომითხოვია და მუტრუკი, რომელიც 14 წლის ბავშვი დაწესებს თვალებს. ექიმს არც კი უყურებს თვალებში, არც შენ გიყურებს. მშობელი ლაპარაკობს მის მაგივრად. ექიმი ამბობს, აბა გისმენთ, ის დუმს. დედა იწყებს ამ დროს. რა უნდა ვთქვა ექიმო, აი, ცით ჩვენ სვამთ. ვინც ერთად სვამთ? არა, ეს სვამს. ხო, ანუ ეს არის ადამიანი, რომელმაც არც ის გზარი თავისუფლება. ოჯახი არ ყოლია. ცხოვრობს დედასთან. რა თქმა უნდა, დარღვევული აქვს ფსიქიკა, სომატური კუთხით, ფსიქიკური კუთხით, დამოკიდებული არის სხვადასხვა რამეზე, თავისუფლება დაკარგული აქვს.
არ შეუძლია, როგორც აღარ აღნიშნეთ, აიძულოს თავს გააკეთოს ის, რაც არ უნდა. ეს არის ნამდვილი თავისუფლება. ცოცხალი მაგალითი მოიყვანეთ, მე ახლა ურთიერთობა მაქვს ექიმებთან და ძალიან ცოცხალი მაგალითი არის. აი, მაგალითად მიზახით რომ უნდა აღზარდოთ შვილი და თქვით ზემო რა თქმა უნდა აგზავნები თავის დროზე აუცილებელია. უნდა ვიცოდეთ რომ ღმერთი მშობლებს დიდი ხნით არ გვაძლევს შვილებს აღსაზრდელად. ამისათვის თურმე გამოყოფილი გვაქვს არც მეტი არც ნაკლები დრო ეს ყოფილა რაღაც დაახლოებით დაბადებიდან 5-7 წელი. მეტი არც მეტი არც ნაკლები. აი ამ 5-7 წელში თუ შეგვიძლია რაიმე უნდა მოვასწროთ. კი ბატონო უთხრათ ეს არ შეიძლება ეს შეიძლება. კი ბატონო. ეს არის მათი ცხოვრების პირველი 5-7 წელი. ეს არის აღზრდისათვის ჩვენთვის მშობლებისათვის მოცემული წლები. და თუ გვინდა რომ ჩვენი შვილები იყვნენ ბედნიერები და მოუღირებლები, არ ქონდეთ გონებრივი და სულიერი პრობლემები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა შევეცადოთ რომ 5-7 წელიწადში ჩაუნერგოთ მათ ისეთი აღზრდა, რომ ისინი გაიზარდნენ როგორც თავისუფალი პიროვნებები და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ გადავცეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ როგორც აღნიშნეთ, საუკეთესოდ გვბაძავენ ისინი. ანუ აქ საუბარი არის კიდევ ერთხელ ვამბობ, სულ რაღაც 5-7-8 წელზე. დაბადების პირველი დღიდან. მაგრამ აი, რა თქმა უნდა, ამ დროსაც კი, არა თუ მე დაუშვებელია ყოველგვარი ცემა, ზოგიერთ დროს პუშკინი ცემდა ბავშვებსო. დავით გურამიშვილმა თქვაო მაგალითად ზოგიერთ დროს რომ აი ნუ განავლობის სწავლაზე ყრმის წეპლის ცემით კივილი. მაგრამ იმას აღარ ამბობენ, მე რაღაც ამბობს. მალ გამთელდების უწამლოდ მისი სწავლების ტკივილი. ანუ უწამლოდ რო გამთელდება ისეთ ცემაზეა საუბარი. და მე რაღაც ამბობს, რა მოიზარდოს, მოყვიშილდეს, მამლურებ შექმნას ყივილი, ერიდე მის განწყენითა არაზე შექმნა ჩივილი. აი მოზარდისთვის უკვე დაყვირებას კი არ შეიძლება. არა და ამ დროს იწყება ჩვენთან უკვე ომი. და ტირილი და კბილთა რჭენა ოჯახებში, როგორ მეშენა აღმოჩილი. მოკლედ დავით გურამიშვილის სინამდვილეში იმას გვეუბნება არაწყენინოთ შვილებს. და ეს ეთანადება ჩვენს მიერ სახარებიდან მოყვანილ მაგალითებს. იმიტომ რომ თუ ბავშვს დაარტყამს მშობელი, ის აუცილებლად სხვას დაარტყამს. მის ცოლს დაარტყამს. თუ გაიზრდება შენ დაარტყამს. ყოველ შემთხვევაში მიგატოვებს მაინც. ეს ყველას გარანტირებული გვაქვს ყველა მშობელს, ამგვარ მშობელს. რომელ დარტყმაზეა საუბარი, როდესაც ფსიქოლოგები საერთოდ ამბობენ რომ დღეში რამდენჯერმე ჩაიხუტეთ თქვენ შვილებს. ის კი არა 8-ჯერ უნდა ჩაიხუტოთ სუმცირე. შვილს ეს არის აუცილებელი. ეს არის მათი გადარჩენისათვის აუცილებელი. და მათი ჯანმრთელობისათვის აუცილებელი. აი, გავიდა 5-7 წელი და ვერაფერიც ვერ ვასწავლეთ ჩვენს ბავშვებს. გადმოაკობილეს ჩვენგან ჭუბი, გაუთავებელი, მშობლები, ერთმანეთს ეჭუბებიან. სათავე მოშლილია. აი როგორ დაქორწინდნენ მშობლები. დარწმუნებული არ არიან ერთმანეთი უყვართ თუ არა. მე არ ყვევენ ამას. შვილი 10-12-15 წლის არის, მშობლები შეიძლება არ გაურკვევიათ ერთმანეთი უყვართ თუ არა. ანუ სათავე მოშლილია. ეს დავით გურამიშვილის სიტყვები რომ ხმარო შეეცვლებაო, მაგას აქშია ეხლა და უკვე აღარ უნდა ჩახუტები. ანუ წარმოიდგინეთ სათავე მოშლილია. და ამ დროს ჩვენ კიდე შვილებს ვაბრალეთ ყოველივე ამას. ანუ 10 წლის გახდა ბავშვი და უკვე ვაცნობიერებთ რომ მას ვერანაირი გავლენას ვეღარ ვახდენთ. გავიდა ეს პერიოდი, გავლენა რო შეგვეძლო მოგვეხტინა. ისინი არა თუ აღარ გვისმენენ, რამე თვალთ მაღწობენ. თავს ისე გვაჩვენებენ, თითქოს გვისმენენ. მანიპულირებენ ჩვენით. გვიყენებენ, თვალთ მაღწობენ. აკეთებენ იმას ამ ყველაფერს სიამოვნებით. აი და რა გვიგვირს, როცა ჩვენც ასევე ვიქცეოდით ხშირ შემთხვევაში ბავშვობაში. ეს გასაკვირიც არ არის და ეს ბუნებრივიც არის თუ შეიძლება ითქვას ცით ამ შემთხვევაში. ასეთში თუ ესე გაგრძელდა მათი აღზრდა. ეს ხდება მოზარდის პიროვნული განვითარების გარკვეულ ეტაპზე, როცა იგი იწყებს ავტორიტეტების მსხვერპლობას. ანუ ის ამ დროს უგულებელყოფს ყველა წესს, ყველა კანონს, რომელსაც დავუდგენდით ხოლმე ცხოვრებაში, დავზრდით ამ კანონების მიხედვით, როგორც წესი ბავშვის პიროვნებაში პირველი ეცემა მშობლის ავტორიტეტი. რადგან ბავშვები უკვე კარგხანია აცნობიერებენ, რომ მათი მშობლები თურმე არ არიან სრულყოფილები. სრულიადაც არ არიან სრულყოფილები. აი როცა ბავშვის თვალში მშობლების ავტორიტეტი ეცემა, მათ ადგილას შეიძლება სხვამ დაიჭიროს ის ავტორიტეტი, მისი ადგილი. და რატომ არის აი მაგალითად ქუჩური სუბკულტურის ძლიერი წარმომადგენლობა რომ დაიჭიროს
შობის ავტორიტეტის ადგილი. რატომ არის ამ დროს გასაკვირი, ხო? რატომ გვიკვირს ეს ყველაფერი? ის ძლიერია და შენ როგორ შობელმა გამოამჟღავნეს სისუსტე მის წინაშე. დაეცა მის თვალში შენი ავტორიტეტი. ან მაგალითად რომ არის რაღაც ეგრეთ წოდებული ვითომ თავისუფალი და დაუმორჩილებელი ემოები. შეიძლება იმათ გაუშვეს რაღაც ისინი გახდეს მისი ავტორიტეტი. აი დღეს საქართველოში მაგალითად სპორტი ითვლება ღირებულებად. თუმცა ძალიან კარგია, მაგრამ სიტყვა ფანი მოდის ფანატიკოსისგან. და ისევ შეპყრობილს. მადლობა გქონდა ჩვენ არ გვაქვს ამის პრობლემა, ნაპერწკლიდან ინთება ალი. და ჩვენ გვინახავს ამ კრუ შეპყრობილი ადამიანებით საზღვარგარეთ. ხო? აი ესეც ანუ ის ხდება ავტორიტეტი. ანუ მშობელი რომელსაც ეს პრობლემები აწუხებს დღეს უკვე საქართველოში ძალიან კარგად ხდება, რაზეც საუბრობთ ახლა ჩვენ ამას. პირველი 3-4 წლის განმავლობაში სანამ პიროვნება ჩამოყალიბდება, ბავშვი მხოლოდ მშობელზეა დამოკიდებული და მათი იმედი აქვს. და ერთხელაც მამას, რომელზეც მთელი მისი იმედებია დამყარებული, ამ დროს უცებ სიცხე მაუწია და წევს მამა და მოთქვამს, კვდებიო. სიცხე მაუწია გადაც 27.5 სიცხე და კვდება. მოთქვამს დედამისი დარბის სახით იქით. ის მომიტანე, ეს მომიტანე, ვაიმე კვდები. ეს არის ის გმირი მამა, აი, რომელშიც ბავშვობაში პატარას აისვრიდა ცაში დაიჭერდა. აისვრიდა დაიჭერდა და ბავშვი ამით ბედნიერი იყო. მამა ყველაზე დიდი იყო, ყველაზე ძლიერი იყო. და კაცებას დავიდევანებოთ, ეს მამა ალკოჰოლიზმით დაავადდა ბატონო, ნარკომანიით დაავადდა. მოდი სახლში აგინებს დედას ყვირის ოჯახში იწყება ტირილი და გასაკვირია რომ ასეთი მშობელი ვეღარასოდეს აღწევს ბავშვის თვალში რეაბილიტაციას. ამას სახლში ბავშვი უკვე თელ სამყაროს რენტგენში ატარებს ისედაც, მათ შორის ღმერთსაც. აი მაგალითად თუ ადრე მშობლებს დახავდათ ის ეკლესიაში, ის მოწიწებით უსმენდა გალობას, უყვარდა ყოველ შემთხვევაში ეკლესიაში წასვლა, საგმევლის სუნი. ეხლა უკვე ჩამჭრელ კითხვებზე გადავიდა უკვე ეს ბავშვი თითქოს, წყალებში, ხო, ჩამჭრელი კითხვები. ღმერთი ამჟამად არსებობს? რა ვიცით რომ არსებობს? ვინ ნახა, ვინ დაამტკიცა? საიდან ვიცით? არსებობს კი საერთოდ. ღმერთი ხომ არავის არ უნახავს. აბა მაჩვენეთ ვინ ნახა. და 12-13 წლის ასაკში ბავშვები უკვე ტოვებენ ეკლესიას. ტოვებენ ეკლესიას, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ძალით უკითხავს ზიარებისინალ ლოცვებს. ბავშვი არ ვაჩვევთ იმას, რომ მოусმინონოს. რა ხდება ეკლესიაში, გაცნობიროს. ჩვენი სარწმუნოება არის წიგნიერი სარწმუნოება. და უნდა აცნობიერდეს რას აკეთებ, რატომ აკეთებ. ძველად ბავშვები იძულება ხდება, რა თქმა უნდა, ამას მომუძალა. ადრე ბავშვები მოყავდათ აზიარებდნენ, მიყავდათ. ბავშვს 5-10 წუთი ჭირდება იმისათვის, რომ დადგმოს ეკლესიით და განიცადოს ღმერთი. მეტი არ ჭირდება, რა თქმა უნდა, იწყებს თამაშს. იწყებს ჩვილის ჭიჭკნას. რა უნდა ასეთ ბავშვს ეკლესიაში? მოგეთ არა. ჩვენ ვაჩვევთ ბავშვს, რას იცით, რომ მე რა მოხდა ლოცვას თუ არ უსმენს წერის დროს, რა მოხდა მე? აი ასეთ ქრისტიანობას ვაჩვევთ. გაუაზრებად ქრისტიანობას. მისი არსი რომ არ გეცოდინება ესეთ ქრისტიანობას. ქრისტიანობა ცნობიერი სარწმუნოებაა. ჩვენ გაუცნობიერებლობას ვაჩვევთ ქრისტიანობის და მე გვიკვირს რომ აი იცი გოგო ჩემი შვილის თიკაროსანი 20 დღეს საერთოდ აღარ უნდა ეკლესია და მოვუძდებთ მე ამ გამოგცემულ ბავშვებს ეკლესიიდან გარეთ და იმას ვაღწევთ რომ კი არ ვაბრუნებთ საერთოდ ვაშორებთ ეკლესიას და საერთოდ გაუცხოებულები ხდებიან ეკლესიიდან. ბავშვები კი არა უამრავი ზრდასრული ადამიანია მამაო რომელიც მაგალითად ტაძარში კი დადის მაგრამ მას ყავს ცხოვრებაში ქრისტეს გარეშე კიდე ისეთი საყრდენი რომელიც იმედი უფრო აქვს ვიდრე ქრისტესი. და მაგალითად ძლიერი ამასოფლისანი ან ფული ან გავლენა ან რამე. ანუ ეკლესიაშიც დადის და შენს რეკომენდაციას მოგცემს რატოს იგი შენცი არა ეკლესია შველის. მაგრამ მე მთავარი საყრდენი სხვა მაგას ქრისტე კი არა ჩემი საყრდენი. და ასე ჩვენ ხომ არ გვინდა რომ ჩვენი შვილები ასეთი ქრისტიანები იყვნენ. აი ჩვენი მიზანი ხომ არის ის რომ ჩვენი შვილები აღზარდოთ პიროვნებებად, თავისუფალ პიროვნებებად. დამოუკიდებელ პიროვნებებად, ხო? იმიტომ რომ აი თუნდაც ის რომ ჩვენ ხანდახან პრობლემა გვაქვს. ბავშვი გადის ჩემი გავლენიდან. ასეც უნდა იყოს. ბავშვი რომ დამოუკიდებელ პიროვნება ჩამოყალიბდეს, ის უნდა გავიდეს ჩვენი გავლენიდან. აუცილებლად უნდა გავიდეს. რათა მან იცხოვროს ჩვენს გარეშე დამოუკიდებლად. შეძლოს ცხოვრება. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. და მშობელი ამ სიტყვის როგორ უჩვენოთ? ბავშვმა უჩემოდ იცხოვროს. აი წარმოვიდგინეთ მაგალითად ახალგაზრდა ბიჭი და გოგო და შეყურებულები რო არიან და აი ბიჭი ეუბნება გოგოს რომ მე მინდა რომ
შენ თავს გწნობდე კარგად ჩემთან ერთად. რა უთხრას გოგოს და გოგო რომ იკითხოს რომ გასაგებია, მაგრამ შენ თუ გინდა რომ მე კარგად ვიყო შენს გარეშე. და ბიჭებისა, ჩემს გარეშე, ჩემს გარეშე კიდევ კიდე ხია და ჩემთან ერთად უნდა იყო კარგად. ანუ მშობელი ამას ფიქრობს, რომ ჩემთან ერთად უნდა იყოს ბავშვი კარგად. ესაა მთავარი. ეს გვინდა მშობლებს. იმიტომ რომ რატო ჩვენს გარეშე მას ვინმე დაეხმარება? ხომ არავინ არ არსებობს ისეთი ამ ქვეყნად, რომ ჩემს გარეშე მას ვინმე დაეხმაროს. არ არსებობს. ანუ ღმერთის გაგება არ გვაქვს. ჩვენ ვართ ყველაფერი მისთვის. ანუ ახლა წარმოვიდგინეთ ადამიანი, რომელსაც გზაზე იპოვა აბრეშუმის ჭიის პარკი. რომელზეც გამოფრინდეს პეპელა, ხო? და თუ ვისაც უნახავს ეს სანახაობა გურიაში ადრე იყო ასეთი გავრცელებული ეს. და მე გურულად ქვია აბრეშუმის ჭიას ყაჭი. და ჩვენ ვაკეთებთ ამას საკუთარ თვალით ხედავთ ამ პროცესს და დამეთანხმებით ალბათ რომ ვისაც ეს უნახავს რა ფასად უჯდება პეპელას გამოძრომა იმ ჭუპრიდან იმ პარკიდან. ძალიან რთულია რომ გამოძრეს იმ პარკიდან, როგორც ყალობს, როგორც დილობს გამოდიდეს. თავიდან დააღწიოს ამ ძველ საცხოვრის თითქოს თავი და უნდა კამარა შეკლას გაფრინდეს, ფრთები გაშალოს უნდა. და ამ დროს კაცმარო დაინახოს ეს რომ აი ყალობს რაღაცა პეპელა, ოდნავ გამოუტეხია ის თეთრის რა ქვია იმას პარკი და უჭირს ამოძრობა და რომ მივიდეს ამ დროს ადამიანი და შეეცოდოს მოინდომოს დახმარება და დახმარების მიზნით რახნას თვითონ გამოიყვანოს რაღაცნაირად ხო ის პეპელა დავარდება მიზანს დაიღუპება ოჩონში ვიღარასთვის ვეღარ გაფრინდა არ ჩვენ დახმარება გვინდა და დახმარება გვინდა ხო ჩვენ ამ დროს ასევე ვეხმარები ჩვენს შვილებს და იმიტომ რომ გვიყვარს აი მან თავისით უნდა შეძლოს იმ მდგომარეობიდან გამოსვლა, ხო? ესე იგი, სხვა შემთხვევაში ფრენას ვერ ისწავლის. არათუ ფრენას ვერ ისწავლის, არამედ შეიძლება დაიღუპოს კიდეც დაიღუპა. აი, თუ მივცემთ საშუალებას გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და დამოუკიდებლად მოელიოს პრობლემებს, გადარჩება და შთამომავლებასაც გაამრავლებს. იმ შემთხვევაში პეპელაზე ვსაუბრობთ. ჩვენ წეგან აღვნიშნეთ, რომ ბავშვის აღდისათვის საკმაოდ მცირე ხანი გვაქვს მოცემული აღზრდას გულისხმობ იმ მომენტს, როცა შენ გავლენას ახდენს ბავშვზე და შენი სიტყვა მას ესმის. ეს არის ძალიან ცოტა დრო, 5-დან 7 წლამდე და გავიდა ეს დრო. რა გავაკეთოთ? თქვათ ვერ გამოვიყენეთ ეს დრო მართებულად. ბევრი შესწავლა დაუშვით. ყველაფერი დამთავრდა. გამოსავალი აღარ არსებობს. აღარაფერი გვეშველება და უნდა ვინერვიულოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე ამით არ მთავრდება ყველაფერი, მადლობა ღმერთს. ამით არათუ არაფერი არ მთავრდება, არამედ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს ამ დროს მშობელი უსარგებლო დარდს და ღელვას და ახლა მაინც უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება ერთხელ მაინც ცხოვრებაში. ადგეს და დაანებოს შვილს თავი. დაანებოს რა გაგებით. დავანებოთ თავი, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავზარდეთ. ღმერთი იზრუნებს მას და მივანდოთ უფალს. უფალს, რომელმაც ჩაიფიქრა ის ბავშვი და ჩვენი საშუალებით შექმნა. ჩვენ მხოლოდ საშუალება ვიყავით იმისი, რომ მას თავისი ჩანაფიქრი აღასრულებინა და ის მის საკუთრებაა. ჩვენ გონია ჩვენ საკუთრება ეს არ არის საქმე. ის ჩვენ გვეძლევა აღსაზრდელად, ამიტომ ახლა ჩვენი შვილები უნდა მივანდოთ მას და მან აღზარდოს ის, რადგან ის ჩვენზე მეტად იზრუნებს ჩვენ შვილებზე. თუ ადრე ბავშვობაში შვილს გავაცანით ღმერთი, მოვახერხეთ. იგი მაინც დაბრუნდება მასთან ბოლოს. მიაგნებს სახლში დასაბრუნებელ გზას და ჩვენ მშობლებმა უნდა მოვინანიოთ ის, რომ მოღირსად ვიქცეოდით, არასწორად ვზრდით იმ მშობლებს და ღმერთი დაალაგებს მათ ცხოვრებასაც და ჩვენ ცხოვრებასაც. მოგხედავს ჩვენს და ჩვენ შვილებსაც. მაგრამ ამისათვის საჭიროა ერთი რამ უნდა ვენდობოდე ღმერთს. სულ მცირე უნდა გვწამდეს მისი და უნდა ვენდებოდეთ მას. მივენდოთ სრულად, არ ვინერვიულოთ, არც ჩვენზე, არც ჩვენ შვილებზე. იმიტომ რომ სინამდვილეში აღმავლობით პროცესში მთავარი მოქმედი ძალა მაინც ღმერთი ხომ არის. ანუ არის მოსაზრება, რომ დღევანდელი ბავშვები, იმიტომ არიან ასეთი ინფანტილურები, რომ მამები არ იღებენ აღზრდაში მონაწილეობას თურმე. ეხლა მამებს აბრალიან. საქართველოში სულ ასე არ იყო, მამა იყო ომში. დედა ზრდიდა შვილს, მარტო დედა ზრდიდა. დედა მოახერხებდა იმას, რასაც დღეს ვერ ახერხებს. როგორ მოახერხებდა მარტო დედა შვილის აღზრდას ამ საქმეში ღმერთი ვარ ჩარეულიყო.
ასეთ პიროვნებებად ეს ვაშკაცება თავისუფლების მოყარე რაინდებად როგორ გასდიდათ მხოლოდ დედა მათ მამა სულობში იყო ღმერთი აკეთებდა რა თქმა უნდა ამას დედასთან ერთად და ჩვენგან განსხვავებით რომლებსაც დღეს ისე გვიყვარს ჩვენი შვილები რომ საკუთარი თავისგან და ვერავის ვანდობთ მის აღზრდას მის დახმარებას ვერც ღმერთს და მაშინ როცა ჩვენ არასწორი აღზრდის გამო ჩვენ შვილებს ფეხქვეშ მიწაეცლებათ და ვატყობთ ჩვენ თვალნათლივ მასე ხდება იმის ნაცვლად რომ საყრდენი მაინც შევაშველოთ რწმენა რომ გადავიდეთ ახლა უფალზე გადავიდეთ მონანიებაზე აი მშობლები რომ გაუთავებდა ჩხუბობენ და ეს აზიანებს შვილების ცხოვრებას მაგრამ შვილები იმას მაინც რო ხედავენ რომ ამ ჩხუბის მერე ისინი ხატებთან დგებიან და ინანიებენ ამ ბავშვის ქვეცნობიერში ის მაინც ილექება რომ რაღაც არსებობს ამ ოჯახში იმაზე დიდი რომელთანაც მერე ეს მონარული მშობლებიც მიდიან. ანუ ის იმას აქ შესაძაც მისთვის მშობელი ყველაზე დიდი ავტორიტეტია, ხედავს რომ მშობელი ვიღაცის წინაშე მოხსიჭ ეს მაინც დიდი მშობელია ამას რომ ოდესღაც დაბრუნდება, ოდესღაც შინ დაბრუნდება, ოდესღაც ამას დაუბრუნდება, არასოდეს არ დაკარგავს ამას. ეს მაინც დაუტოვებს შვილებს, მაგრამ რას ვაკეთებთ? რწმენის საყდენის ნაცვლად ამ დროს შვილებს ვეუბნებით ისევ ჩვენ თავს თავაზობთ. ღმერთს ვერ ვანდობთ, ჩვენ თავს თავაზობთ და ვეუბნებით მე გაგიკეთებ შვილო. შენ მაგირად მე ვიზამ. ხანდახან გაგიხარდება ხოლმე მშობელი. შვილი დააშევებს რაღაცა საშინელებას გააკეთებს და მე ავიღებ შვილო შენ თავზე. შენი შრომსაც არ მისცემს. ანუ მე გავაკეთებ და ამ დროს შვილს იმედი საერთოდ ეკარგება და უძღები შვილით მიდის საერთოდ სახლიდან. ღმერთსაც და ეკლესიას არასწორი თვალსაზრისით ვანახებთ ხოლმე. შვილი მიდის სახლიდან უძღები შვილებით, ხო? და კატასტროფა ხდება ჩვენთან. არადა ჩვენ გვახსოვს უძღები შვილი. რა თქმა უნდა, რომ წავიდა არ იყო კარგი, მაგრამ რო დაბრუნდა, უკეთესი არ დაბრუნდა. ხდება ამაში რამე ცუდი მოხდა? პირიქით. აი მაგალითად, იმაზე გაცილებით უკეთესი დაბრუნებიდი ადრე იყო. ანუ, ესე იგი, მამამ უძღებიშვილი კი არ გააჩერა სახლში, კი არ დააბა სახლში, გაუშვა. და მიანდო უფალს. ხო? ეს არის სიყვარული, ეს არის ნამდვილი სიყვარული, ეს არის სწორი სიყვარული. არის შემთხვევაში, მაგალითად, შვილი მოვიდა ერთშენი ერთოს და გეუბნება მამა დისკოტეკაზე გამიშვი. დისკოტეკა ღამეა, იქ შეიძლება მოწიოს, დალიოს, რაღაც უბედურებას გადაეყაროს. გარდა ჩვენ გვინდა რომ შვილი გავზარდოთ, ასე თქვა, სტერილურ პირობებში. გვეშინია. არ ყავს ის საყრდენი, ჩვენ თვითონ არ ყავს ის საყრდენი, რომელსაც შიშის დროს მიენდობი და თქო და შვილსაც ვერავის ვერ ანდობ, საკუთარი თავის გარდა და გეშინია. და გვეშინია რა თქმა უნდა რომ ჩვენი შვილი არ გახდეს რამაც უდრამაზი დამოკიდებული არ არის საშიში რა თქმა უნდა. მაგრამ ამ დროს თუ არსებობენ დღეს მორწმუნე დედები და მე ვიცი რომ მართლა არსებობენ და აი თქვა მე შემიძლია ვთქვა ჩვენი სამრევლო სკოლის ბავშვებზე მშობლებზე რომ ჩემთვის ბედნიერება იყო ის გაგება რომ მართლა არსებობენ დღეს თუნდაც მორწმუნე მშობლები და მორწმუნე მშობლებმა იცის რომ თუ ის ლოცულობს მიშველს არაფერი მოუვა თუ რაღაცა ესეთი ხდება თუ მას თუ წინ ვეღარ აღუდეგი ჩემ მის წასვლას როგორც უძღებიშვილის მამა ვერ აღუდგას მას არაფერი მოუვა თუ ლოცულობს და ელოდება მშობელი როგორც მამა ელოდება ლოცველი და მშობლის მორწმუნე დედის გულმა ლოცველი დედის გულმა იცის რომ მისი ლოცვით შვილი სინამდვილამდე მივა გამოვა რთული სიტუაცია უკეთესი დაბრუნდება ვიდრე ადრე იყო და უფლის თვალში ხო მონანული ცრემლები ყველაზე დიდი ღირებულებაა ანუ შეიძლება ადრე შვილს შეძლებს დაგვარად სწორაზრდით მაგრამ მაინც დღეს რაღაც მაინც ამოვარდეს თქვა ჩვენი აღზრდის გარემოცვლიდან მაგრამ აი როგორც ახლა ვთქვით მოთხოვო სადღაც წასვლა არ უნდა ვეჩხუბოთ წასვლის ნება უნდა მივცეთ მაგრამ რა განსხვავება ახლა თუ სწორად ვზრდით ადრე აი ამ დროს თუ მას სიყვარულით აუხსნით რომ ის მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი როცა დაუჯერებს მშობელს და მე როცა ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა დღეს რომლებიც და სწორად ხსნიან მშობლები მათ არც ერთი ბავშვი არ არის ნაწყენი იმაზე რომ და არც ერთი ბავშვი არ მეუბნება მას რომ მე მშობელს რო უჯერებ ამით ჩვენ თავისუფლებას კარგავ არც ერთი ბავშვი არ უთქვამს მიუხედავად იმისა, თინეიჯერები არიან და ახალგაზრდები არიან. და თუ აუხსნით მშობელი სწორად შვილს, რომ დაუჯეროს მათ და თუ არ ჯერა, მოვიდა რომ მიხვდება ამას. ამის შემდეგ შევბრუნდებით, დავიწყებთ ლოცვას და თუ ადრე მას სწორად ვზრდიდით, ის გაიხდის და დარჩება სახლში.
ასეც ხდება უამრავი შემთხვევაა ჩვენ ასეთი. აი ბავშვებს უფროსებთან შედარებით ბავშვების ასაკში ჭირებათ გადაადგილება, სხვადასხვა ობიექტების შესწავლა, საკუთარი ძალების გამოცდა. აი მაგალითად მას აუცილებლად უნდა მივიცეთ პატარა ბავშვს სამყაროს შესწავლის და გამოცდილების მიღების თავისუფლება. ასეთი ბავშვი იკვლევს თავის შესაძლებლობებს, სტანდარტებს ცვლის. აი პატარა მაგალითად ჯერ ცილობს ხეზე ავიდეს, მე უფრო ზემოთ აიწევს, უფრო მაღლად აზრომა უნდა, ხო? წამოიზრდება მეგობრებთან ერთად ყოფნა უნდა, მეზობელ ეზოში გადასვლა უნდა, ისა იქ აინტერესებს და რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ მე ბავშვი სახლში გვიან დაბრუნდება, ამაში რა არის გასაკვირი. ეს რატომ ხდება ისე, რომ მშობელის ეს ყველაფერი ვერ იქცევა მშობლის წივის კივილად და კორციზების გასაღების ფასად. რატომ ხდება ესეთი რაღაცა? ეს ბუნებრივია, არ უნდა იცოდეს ეს მშობელმა. ანუ ჩვენ ბავშვებს ხშირად საყვედურობთ იმაში, რომ მათ ჩვენი არ ესმით. განსაკუთრებით იმაში, როცა მათზე ნერვიულობთ. რა თქმა უნდა, ხანდახან ბავშვები მართლაც ფიქრობენ, რომ ჩვენ მშობლები ვართ რკინის რაღაც, მაგრამ სწორედ ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ საკუთარი გრძნობების შესახებ ასე მთელი არსებით არ ველაპარაკებით ჩვენ შვილებს, ვერ ვიცლით თითქოს ამისთვის. აი რომელიმე ჩვენთაგანმა სცადა, რომ აი ყოველგვარი ჭხობის გარეშე გულწრფელად გასაუბრებოდა ამ მიმართულებით ბავშვს და ბავშვმა მას ზურგი აქცია. მთავარია, ოღონდ ბავშვი ყველაფერს ხვდება. თავადაც ჩვენ ვიყოთ გულწრფელები და მანიპულირება არ უნდა მოახდინოთ ბავშვებისა, ან მათით არ უნდა მანიპულირებდეთ, ასე ვთქვათ. გულწრფელობა სიყვარული ერთ დღეს არ გაამართლებს, მესამე დღეს მაინც ანუ პატრიარქის დროის მახსოვნება წვეთი აყობს ოქოსო, არა ძალით არამედ ხშირი დაცემითო. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ოჯახში აი რაღაცა ეფექტური რაღაც აქტივობების მაგალითად მოფიქრება, აი ტრადიციის დამკვიდრება, რომელიც სიხარულის ზონა შექმნის. აი მაგალითად თუ ამ რეგულარულად აქცევს ოჯახის წევრები ამ ტრადიციას, აი მაგალითად სამე კალაკარეთ გასვლა იქნება თუ რაც იქნება, ბავშვები დაელოდებიან ამ ყველაფერს სიხარულით და თან შეიძლება მაგალითად თუ რაიმე ცუდა ჩაიდინეს, ცუდი ჩაიდინეს, იმ დროს არ გააკეთო თქვა ეს ყველაფერი. აღარ წავიდნენ თქვა. ანუ ჩვენ ასე თქვა, როდესაც საუბრობთ სრულფასოვან თავისუფალ პიროვნებებზე და ეს საქმე რა თქმა უნდა რთულდება იმ შემთხვევაში თვითონ თავად მშობლები თუ არ არიან სრულფასოვანი პიროვნებები, თავისუფლები, ხო? და ამგვარ მშობლებს რა თქმა უნდა ჩვენ ვურჩევდით, რომ რაცა უნდა დააშავონ ბავშვებმა, მხოლოდ მაშინ მისცენ მათ ბავშვებს შენიშვნა, როცა თავად მშობლებს წენა გადაუვლით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წენა რო გადაუვლით, მე მაინც მისცენ შენიშვნა. და თუ არა და როგორც აღამთქვი დარიონ ვალერიანი და არსებობს ეს უამრავი შესაბამის დაწესებულებები და დროზე მიმართონ ამ და ესეც გამოსავალია. სერიოზული გამოსავალია. პრობლემა მათ აქვს და შვილებთან რა უნდათ. ამასთან ერთად ბავშვის სწორად აღზრდას მშობლები საკუთარი ძალით ვერასდროს ვერ შეძლებთ. ეს უნდა ვიცოდეთ. ამისათვის საჭიროა უფლის მადლი. უფლის მადლი არის არა ამ ქვეყნიური წარმოშობისა, მაგრამ ამ ქვეყანაზე წინ მას ვერაფერი ვერ დაუდგება. და აი მაგალითად დედმამის პატივისცემას შვილი ინარჩუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მასში გრძნობს ამ მადლს და ამ მადლის წყაროს. ანუ შვილს უსასრულოდ ეყარება მშობელი, რადგან ის დაინახავს შვილი მშობლის მოქმედებაში და მის ქცევაში ამ მადლს. ეს აუცილებლად ჩანს ცხოვრების წესში ვლინდება ეს ყველაფერი. ანუ და შვილი ამ დროს თურმე მშობლის სულიდან საკუთარ სულზე იხატავს პირდაპირ გაგებით ამ მადლს. ისე როგორც ადრე ჭხუბს და წივილკივის და უბედურებას და ლანძღვაგინებას იხატავდა, ხო? მშობლისთვის ამაზე მიმზიდველი, შვილისთვის ამაზე მიმზიდველი თუმცა არაფერი ყოფილა. და რადგან ბავშვი ხედავს ამ დროს, რომ სწორად უყვართ მშობლებს ის და რას ნიშნავს სწორად სიყვარული? სწორად სიყვარული რა თქმა უნდა გულისხმობს, როგორც ჩვენ ეხავთ აკრძალვას, დისციპლინას, მაგრამ რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში რაიმეს ჭხუბით სწავლებას. ანუ ბავშვი ყოველთვის უნდა ხედავდეს მშობლის სახეში იმას, ვისაც დაემორჩილება და ასე ვთქვათ, სხვა შემთხვევაში თუ არ იქნება მორჩილება შვილსა და მშობელს შორის, შვილი ვერასოდეს ისწავლის უარი უთხრა საკუთარ სურვილებს. ან აიძულოს თავი გააკეთოს ის, რაც მას არ უნდა და ეს არის თავისუფლება. და წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერასოდეს იქნება ვერც თავისუფალი და ვერც დამოუკიდებელი პიროვნება და შეექმნება რა თქმა უნდა ამ შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები, ფსიქოსომატური პრობლემები, მოხდება მასში გონებრივი, სულიერი ინტელექტუალური
დაცლა, ხასიათის შეფერხება, შეიძლება დაიღუპოს კიდეც და გახდეს რამეზე დამოკიდებული, დაავადეს ნევროზით, სხვადასხვა დაავადებით. ამიტომ ბავშვი ასე ვთქვათ, საბოლოოდ რომ მივიდეთ დასკვნამდე, ყველა შემთხვევაში თუ გვინდა რომ ჩვენი შვილი სწორად აღიზარდოს, უპირველეს ყოვლისა საჭიროა სათავე არ იყოს მოშლილი. სწორად დაიწყოს ურთიერთობა მშობლებმა ერთმანეთთან. ასე ვთქვათ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღო ნაჩქარები გადაწყვეტილება და ოჯახებისა თუნდაც და უნდა უყვარდეთ ერთმანეთი. უნდა ეშინოდეთ ღმერთის შემდეგის შიში თუ ნამდვილი სიყვარული იქნება. სიყვარულად იქცევა, იმიტომ რომ სრული სიყვარული განდევნის ხო შემდეგ ამშის და ოჯახში სადაც იქნება სათავე სიყვარული, სადაც მორღვეული არ იქნება სათავე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ თუ სათავე დარღვეულია, საძირკველი დარღვეულია, მაშინ კედლების აშენებისთვის ყველა შრომა არის დაკარგული, მაგრამ თუ მაინც ეს ყველაფერი ვერ მოხერხდა და ჩვენ წინაშე არის მაინც უამრავი პრობლემატური ოჯახი, მაინც არსებობს გამოსავალი, ყოველთვის არსებობს გამოსავალი, ჩვენ როგორც ვთქვით, ეს გამოსავალი არის სინანულში, თავარია რომ გააცნობდეს მშობლებმა რომ ვერ აღასრულეს ვთქვათ ის რაც მას ევალებოდა უფლისგან, მაგრამ ეს ყველაფერი მოინანიო, ილოცონ. ისე კი რა თვეში ერთხელ ყოველდღე ილოცონ, ლოცვა იჭიროთ და ამ სისტემატიზაციას, ამ სულიერების სისტემატიურ ლოცვას, რა თქმა უნდა, იქნება ყოველთვის შედეგი და უნდა მოვინანიოთ, სხვა გზა არ დაგჭირია ჩვენ მშობლებამ, იმიტომ რომ დამეთანხმებით რომ ჩვენ მშობლებს ბავშვის აღზრდაში განსაკუთრებით სინანულის მიზეზი და სინანულის საფუძველი ნამდვილად გვაქვს. დიახ და სამწუხაროდ რო ამოიწურა. ძალიან საინტერესო იყო და დიდი მადლობა მამა ამ თემაზე საუბრისთვის. იმედია ბევრს დაგვეხმარება და გვაფიქრებს ბევრ საკითხზე, რომ უმთავრესი იყოს ღმერთი იერარქიაში ოჯახში და ეს იერარქიულობა და ავტორიტეტი ძალიან ბევრ ამას წყვეტავს, როცა სწორედ მიდის აღზრდა. და ეს ურთიერთობა, რაც თქვენ თქვით, ცოლ-ქმარ შორის ურთიერთობა ძალიან ბევრ ამას განაპირობებს ბავშვის ფსიქიკაში. მეორე აი წეგარო ახსენეთ, დასასრულს ვიტყვი და უშუალოდ გარდა ტექსტ ასაკში მოუნდა რაღაც ღამის კლუბში წასვლა. გემოვნებაც ხო ოჯახში ბყალებდება და ესეც ხო ჩვენი ესე ვთქვათ მოვალეობა არის და ჩვენგან გამომდინარეობს ბუნებრივად. როგორ აზროვნებითაც იზრდება, რასაც სწავლობს, რასაც უყურებს, გემოვნებაც ეგრე უყალიბდება. შეიძლება გარემო გქონდეს, მაგრამ გარემოსაც იცვლის მე შესაბამისად. შეიძლება მისთვისაც შემაწუხებელი იყოს ღამე გათენება იმ მუსიკის ფონზე და მასაც სხვა რამე აქტივობა უფრო ესიამოვნოს. ესეც ხო ოჯახში ყალიბდება და აქაც ჩვენი დანაშაულიც ხშირად არის ხოლმე. ჩვენ იგი ნერვიულობთ იმაზე, რომ რამე არ მოუვიდეს. მაგრამ აქ ეს რატომ უნდა ეს აქ ჩვენი ცელიც. ამიტომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ღმერთი შეგვეცეს. ხვდეთ ღმერთის გარეშე რა თქმა უნდა არაფერი არ ხდება. მადლობას მოგახსენებთ. მობრძანებისთვის ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა დეკანოზი დავით თავაძე. დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.